გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნებით მე, ირაკლი კობრავა და გიორგი კარტოზია. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ რადიო მსმენელებისთვის ვიტყვი ნომერს 557 885588. პირდაპირ ეთერში დაგვიკავშირდეთ, შეგვიძლია პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან, ჩვენთვის ნამდვილად ძვირფასია თქვენი აზრი, თქვენი მოსაზრებები, რა პრობლემები გვაქვს, თუ იმასაც მოგვახსენებთ, თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები და რა შეგვიძლია იმისთვის გავაკეთოთ, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ჩვენი ხალხის სიკეთისთვის, თქვენი დახმარებით, თქვენი ჩართულობით, საზოგადოების დიდი ჩართულობით, მე ვფიქრობ, ყველაფერი დაალაგდება და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ერად ჩამოვყალიბდეთ, დღეს ყველა ვხედავთ, როგორ გახლიჩეს ერი ხელოვნურად, როგორ შეიქმნა ხელოვნური ხელისუფლება და ხელოვნური ოპოზიცია, აქ ბუნებრივი არაფერი არ არის, ეს არის იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ხელისუფლებაში ერთი მხარე, მეორე იბრძვის და ისედაც სახელგატეხილი ეს ნაცები არაფრის მაქნისები არ არიან, დანარჩენები საერთოდ აღარ ვარსებობთ, ესე იგი, აღარ არის პოლიტიკაში არც ერთი პარტია გარდა ამ ორი პარტიისა. და ამათ კინკლაობაში გადის დრო, ნელ-ნელა იზოლაციაში ვეხვევით, გარშემო ომის ქარცეცხლი ტრიალებს, ხა როგორ გინდა რომ შენ მშვიდობაზე ილაპარაკო, როდესაც შეიძლება ხვალზე საერთოდ აფეთქდეს ყველაფერი. ამიტომაა საჭირო რომ ჩართული იყოს მთლიანი საზოგადოება და მართველი გუნდი არ უნდა იყოს ცალ-ცალკე, ესენი უნდა იყვნენ ერთად, რომ დაყრდნობა შეიძლებოდეს საზოგადოებაზე და საზოგადოებას ჯეროდეს ხელისუფლების. ზარია შემოუშვით და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. თავიდან დავიწყე. უშინ გამეხარდა რომ გამოგეცხვა იყო ბატონ ილიას. მართლა პარტიამ ასაკურია დემიჩატლი მაღალი პროცესი არის. არ ვექონა და გამეხარდა, ძალიან გამეხარდა. რაც შეეხება ახლა თქვენ საუბრო თუ შერიგება, დიდი შერიგება არ მოხდა ქვეყანას არაფერი არ ეწევა. რაც არ უნდა ვლანგოთ, იქით ამხარებ, კარგი იქაც არის ასათა. უკაცრავად თქვენი მოსაზრება როგორია, როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როდესაც პრეზიდენტს ნიშნავდნენ ახლა თქვენს რომ ეს არის შემრიგებელიო და ყველას ახსოვს რომ დედის სულს აგინებდა ნაცებს და ცემატყეპაზე იყო გადასული და როგორ შეიძლება რომ ეს იყოს შემრიგებელი? ძალიან ძნელია. ჩვენ ისტორიიდან გვაქვს წასული მაგალითები. ხეინურას მეფე და გიორგი შააკაძე ორი წელი ბაზალეთის ბაძი ერთმანეთს შეუტიესა და ჩილსხე დაღვარეს. ხო, მაგრამ ის დრო იყო და დღეს ჩვენ წასულიდან რაღაცა უნდა გამოვიტანოთ. კაცსაკლაები გრიგდებოდნენ ჩვენთან რაჯასით მთიან მხარეში აღარ ერებიდანავად ამოწევი. მინახიან კაცსაკლაები შეუნიგებია და კაცსაკლაები. ხო შეიძლება რომ დააჯდნენ ეს ხალხი. ჩემო ბატონო, შეიძლება ყველაფერი როგორც სუნათის შოთა ამბობდა გველსახრელით ამოიყვანს ენათქელად მოუგვარი. მაგრამ ვიღაცა ხო უნდა იყოს დამლაგებელი. აი აქ უნდა მე მაგალითად ახლა ბატონთან ხარ მოურავს დავასახელე ამ შემთხვევაში. მაპატეთ ყველაფერს თავაზობთ, მაგრამ ხმა უდაბნოსა შინა ღაღადებლისა. თითქოს არ ესმის, დაყრუდნენ, დამუნჯდნენ, დაბრმავდნენ, ვითომ არავინ აღარ არსებობს მათ გარდა და აი მაშინ ეს რამეს გეტყვით, სხვა დამოსავალი არ აქვს. აი რა განვისა და აზერბაიჯანს და სომხეთთან დაკავშირებით. ეს ჩვენ უშუალოდ გვეხება.
ეს უშუალოდ ვერ ხება. თუ თქვენ გამოსავალი არ მომძებნეთ ერთმანეთში, ჩათვალეთ, რომ ცეცხლის არქივი ხდებით გახურული. ჩემო გაგონია ეს თავის დერეფანი რისთვის გააკეთა. ეს ირანს აღძის და ირანის დასჯა კიდე აქცებს გაუკიდებს ამ რეგიონს. ამიტომ უზარმაზარი ძალის პროგნოზებს ჩვენ. უზარმაზარი ძალის სახით, ოჩნების სახით, მინდა ეს ნაცები იყვნენ გამოსწორდნენ ცოტა რა ვიცი, შემოbrunდნენ აქეთ რა. ქვეყნის შემოbrunდნენ. არა, მაგათი შემოbrunების შანსი არ არის. მადლობა. მადლობს ძალისთვის, გვესმის თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გამოსავალს. რა შეიძლება რომ გაკეთდეს აი ამ ბრიეწყალში დღეს არაფერი აი ნათელი გვირაბის ბოლოს მოჩანსო შუქიო და ეს გვირაბი არ მთავრდება რა არ დამთავრდა ამ გვირაბი სამწუხაროდ არ დამთავრდა და არ დამთავრდება სანამ იარსებებენ და იქნება ეს ვთქვათ ლიბერალური ფრთა საქართველოში როგორიც არის ფსევდოლიბერალები ანუ ის ხალხი ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ანუ თავის თავზე მუშაობენ რომ თვითონ იყვნენ კარგად და ხალხი ბაბადე და ფეხებზე კიდიათ ქვეყანაც ამათი არ არის სანამ შენ დაფინანსებ ზარია შემოუშვათ რო არ გველოდონ გისმენ ვარ ბატონო სმენელი ობიექტივის გამარჯობა ობიექტივის სმენელი ვარ და შეკითხვა კი ბატონო ზანეთ ისა ხმარა რამდენი ხანია და რაშია საქმე შეიძლება ჩვენი ხმა არ გესმით თქვენი ხმა მესმის მაგრამ ტელევიზორიდან არის ის ხმა ტელევიზორიდან? აბა თქვენ რადიოთი უსმენთ? არა, ტელეფონით. რა ვიცი, თქვენი ხმა კარგად გვესმის და ეს ტელეფონით გვესალ. მადლობა, ჩვენ გადავცეთ ტექნიკურ სამსახურს და თუ გაერკვევიან თუ ჩვენი ბრალია, გამოვასწორებთ ამ საკითხს და აუცილებლად გადავცემთ ტექნიკურ სამსახურს. კიდე ზარია გისმენთ? გამარჯობა ბატონო ირაკლი გიორგი გამარჯობა არ ქართულ ვაშკაცებს მოგესალმებით მადლობა აი იცით რომ ძაღლმა პატივისცემა მაქვს ნამდვილად თქვენ ნახართ ნამდვილად წესიერი პატიოსანი ადამიანები ჩემო კარგო ირაკლი გიორგი მე ვფიქრობ გუშინდელ საკითხს ახლა რომ ვფიქრობ აი ამ ზანგეზურთან დაკავშირებით ძალიან მანერულებს ეს საკითხი იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე გადამდგარი არიან თავიანთი გონებიდან მე ისე ვხედავ იცით რაშია საქმე ეს არის კავკასია და მაგათ უნდათ რომ ცეცხლი დაენთოს აქ აუცილებლად და ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი ჭკვიანური გადაწყვეტილება ჩვენი საქმე არ არის კარგად მე უყურებ ამას და არ შეიძლება ვაქოთ ჩვენ გადამთიელი ოკეანის გადაღმიდან რომელსაც აქ სურს არიოს სიტუაცია არ შეიძლება ჩემო კარგო მართალი ხარე უნდა დავიჭირო და მართალთან უნდა დავადგეთ ჩემო კარგო ვინც მოყარეს არ ეძებს იგი თავის ამტერია ხომ ამბობს რუსთაველი ჩვენ მოყარე ყვას ჩვენ როდ გადავინტერეთ უბრალოდ კი არ გადავინტერეთ ჩვენ გადავინტერეთ მე ესე ვფიქრო და ჩვენ უნდა დავამყაროთ სამოკავშირო ურთიერთობა რუსეთთან ეს არის მართალი ქვეყანა არ არსებობს აი ალალი ადამიანი მეტი რომელიც მართალი იყოს არის საქმეში და მე მინდა რომ ეს გზა ავირჩიოთ ჩვენ ჩემო ირაკლი ჩემო გიორგი ღრმად დაფიქრდით გეხვეწებით ჩემო კარგებო კი ბატონო მადლობა ხალბატონო და საინტერესო კითხვა იყო და მე მაგ ამასთან აი ამ საკითხთან აი ამ დერეფნის საკითხთან დაკავშირებით ერთი ესეთი მოსაზრება რა ძალიან ესეთი მოსაზრება გამაჩნია შეიძლება ბევრს არ მოეწონოს და ბევრმა არ იმასხნას მაგრამ ხომ არ არის ეს რუსეთის მიერ გარკვეული რაღაც თამაშის შემოგდება მე არ მგონია რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სიტუაცია აი ესე წყნარად და მშვიდად დაალაგდეს რა აქ ვარიანტ მე ფიქრობ რომ შეიარაღებული კონფლიქტი მაინც მოხდება
და რა მე მოკლედ შემიძლია და მაყუთის ამბავია ყველაფერი რა. გასაგებია, მაგრამ ყველა ვარიანტში და რუსეთს გააჩნია ის ბერკეტები, ირაკლი გააჩნია ორივე მხარეს აზერბაიჯანშიც და იმაშიც რომ ეს ესკალაცია მოახდინოს და ამით ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ეს რაღაც სამშვიდობო მანტია რო აქვს მოსხმული დაესმევა წერტილი რეალურად. აი ხომ არ არის ეს კიდევ ერთხელ რაღაც ექსპერიმენტის ვარიანტი რომ მიმდინარეობს და ახლა ბევრი რაღაცა ხო ზეგ გაირკვევა უკვე რუსეთი ყუდამოძრაებული არ კავკასიიდან არ წავა ეს ხო ფაქტია ამიერკავკასიის დათმობა იგივეა ჩრდილო კავკასიაც უნდა დათმოს ჩრდილო კავკასიის დათმობა გამოიწვევს დაშლის ტოლფასია ვოლგისპირეთის არევას და აქ შემოვა თურქული ჯარები როგორც თქვათ ნატოს ჯარის სახით შემოვა თურქეთი თურქული გავლენები იქნება ხა რუსეთი დღეს კი ჩამულია ახლა ხვალე 15-ია ხო შეხვედრა 15-ია შეხვედრა სადაც ალბათ როგორც აი მე რაღაც გარკვეულ სტატიებს ვკითხულობდი ისე და პრაქტიკულად უნდა გადაწყდეს აი გადანაწილების რაღაც ბიჭო აი რა არის სტალინის მერე ხო აი ეს ვარიანტი ექნება შესაძლებლობის ვარიანტი ექნება როგორ შეიძლება როგორ გაკეთება მაშინ უნდა დათმოს ამერიკამაც უნდა აღიაროს რომ არის რუსეთი არის ინდოეთი არის ჩინეთი არ აღიარებს სოფლიო ჟანდარმად დარჩა და დღეს ვერ ხედავს რომ ძალა იმდენი არ აქვს რომ ამხელა სახელმწიფო ეგ ჩინეთმა გამოაცხადა რუსეთის წაგება მე არაფერში არ მაწყობს და რას ნიშნავს ესა მილიარდ ნახევრიანი განვითარებული ქვეყანა უდგას რუსეთს რაში აწყობს რუსეთმა რო წააგოს ჩინეთის ჩაწეულია ზარია გისმენთ გამარჯობა ხა ჩავეთ კონტრakt კი ბატონო ნუ ფაზია ხო საუბარი ხო ნუ გამორიცხა ჩემი აზრით ახლა ვიქოთ დათმოს ამიერკავკასია ახლა დინა აზერბაიჯანი დინა საქართველოს დინა სამხრეთი ჯერაჩაკი ორი ბაზარა ხო რუსეთის თვითონ სამხრეთის ტერიტორია რუსეთი ახლა პროვოკაციას ვერ მოაწყო, მიზეზს ვერ იპოვო, თუნდაც ჯარი შეიყვანოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. არამედ ახლა ხალხი გაუცხადა, მაგრამ გადახსნებენ სულავერის კომიტეტს და რაიონის ხალხი იყო სულავერის კომიტეტში ნახევარზე მეტი კი ბატონო. ხო, ერთ-ერთი მიზეზი მეტი არის შემოსის საქართველოში იყო სულავერის კომიტეტი. რა თქმა უნდა, იქიდან ღალატი იყო და იმათ შემოუშვეს და გზა ასწავლეს და ყველაფერი გააკეთეს. და მაგას გეუბნებით სამივე ქვეყანა რომ გამდგარიყო ერთად, ვერცერთი არმია ვერ მოერეოდა. მაგრამ ეს უკვე გაყიდული იყო ყველაფერი და გადაწყვეტილი იყო ხამიანა. მაგას გეუბნებით ახლა როცა უნდა ახლა რამდენი რუსი ცხოვრობს ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სულავერის კომიტეტი შეიქმნება გვიშველე პუტინ მოდის ჩაგრავენ აზერბაიჯანელები და შეიყვანს აზერბაიჯანი. არა უყურეთ თან მაგ იმის პრობლემაც არის ახლა აზერბაიჯანის თითქმის აი ეს პროდუქცია შექონდა რუსულ ბაზრები და რუსეთში აზერბაიჯანელები იყვნენ ბაზრებში მაგათი ჰეგემონია იყო ნელ-ნელა ხშირავენ ახლა გაუჩერეს აგერ საქონელი პროდუქცია გაუჩერეს პროდუქცია პამიდორი თუ რა კიტრი თუ რა ვიცი ყველაფერი გაუჩერეს ეს სადღაც 5-6 მილიარდის დაკარგვა ქვეყნისთვის ძალიან ბიზარია ხო იცით რა არის ახლა ეს რაღაც ვირეშმაკობასავით გამოვიდა რუსეთი გამოიყენეს იმიტომ რომ სომხეთის იმ დროისთვის ფაშინიანი უკვე საფრანგეთისკენ და ევროპისკენ იწევდა ამაზე თვალი დახუჭა რუსეთმა და კარგად გამოიყენა თურქეთის არმია შეიყვანა აზერბაიჯანმა და დაიბრუნა ეს მაგრამ არაბახის აი ზანგეზური დარჩა და ეხლა მიდის ვაჭრობა ეხლა ყველაზე დიდი მუშაობა მიდის ყაზახეთში ჩინეთი, თურქეთი, ამერიკა მუშაობს, შეაქვთ ინვესტიციები, იმიტომ რომ ყაზახეთი უნდა გამოიაროს ამ ყველაფერმა. ფულზეა რა ლაპარაკი, იმიტომ რომ სოფლიოში კრიზისია სოფლიოში, არაფერი უკვე აღარ ვითარდება.
გადაწყვეტა ეხლა შეხდება რომ დავესაცხები დატოვებიათ, მაგრამ ამასაცხება უნდა ფაქტია, ხო? დიდი იმპერიები ანუ ამერიკასაც იმპერიად თვლიდა მაგას ერთმანეთის შეთანხმების შედეგად ხდება ჩვენი პატარა ქვეყნები ბედი კი ბატონო და ჩვენ ხო პატრონი საერთოდ აღარ გვყავს მოკავშირე აღარ გვყავს გარშემო მტრები გვყავს ხო აი ძალიან უნდა ითქვას რა სამწუხარო საქართველოს როგორც ქვეყანა მეგობარი ქვეყანა არა ოდითგანვე ესე იყო და ოდითგანვე და დარჩა კი ბატონო მადლობა პატრიცია მაგ რაშია იცით საქმე ახლა აი საქართველოს არ შეიძლება ესე დაქუცმაცება ჩვენ შიგნიდან ვაქუცმაცებთ საქართველოს რუსეთმა გუბერნიათ იმიტომ გამოაცხადა მაშინ იმპერატორმა რომ დაიწყო დაქუცმაცება ყველა თავადებმა და იმება დაიწყეს სხვა სამთავროები მეფე ჩამოაგდეს და დაიწყეს ცალკე თავისი დათხრება და ესეთი რამე რუსეთს არ აწყობდა და აიღო გააუქმა გაერთიანა საქართველოს ერთიანი საქართველოს გააკეთა ეს ხო შიდა გამყიდველობა ეხლა შიდა გამყიდველობა ჩვენ ქონდა ესეთი ლოზუნგი ეროვნული მოძრაობის დროს შეწყდეს შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოებრების წინააღმდეგ და დღესაც ეს აქტუალურია, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ჭირთ ამ უპატრონოებს ამდენი ბომა, ამდენი ზიზღი ქვეყნის და ხალხის საიდან გროვდება, რომ მანდამაინც სათავეში უნდა იყოს და დანარჩენი მას უნდა ემსახურებოდეს. სარია და უპასუხოთ. გისმენთ? დიახ, გამარჯობა. გამარჯობთ. მე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. ბრძანეთ. ანუ 41 ნომერი ქართული ოცნება უნდა იყოს ისე. ბიჭო, იყოს მერე ვინ უშლის თქვენ დალოცილება ისე. იცით რა არის? ქალბატონო, თუ ეხლა როგორი ნარატივი წამოვიდა, თუ აკრიტიკებ ქართულ ოცნებას, ხარ ნაციონალების მხარე. როგორ შეიძლება კრიტიკა არ იყოს ჯანსაღი კრიტიკა, ბუნებრივი კრიტიკა. ხო არ ვიცახით კაცო რომ ეხლა დავხოცოთ, დავყაროთ. აი წინა არჩევნებზე იყო ესეთი ნარატივი, ხო? აი ნაცები მოდიან და ხალხს ამით და აი ჩვენ ეს ნაცები არ მოდიან. 4 ოქტომბერს ნაცები საერთოდ არ არიან სიაში და ნუ ბიულეტინში არ იქნებიან. ეხლა მაინც ხო შეუძლია ამომრჩეველს თავისი სურვილი დააფიქსიროს. არ არის საშიშროება ეს ნაცები მოვიდა. ბრძანეთ. ალო. დიახ, გისმენთ ქალბატონო. ალო. გისმენთ ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ ქალბატონო, გვესმის. ნუ და აი მის საშიშროება აღარ არის, ამიტომ არა, მე რას გეუბნები ხო იყო ეს აი ნაცები მოდიან ხო რამდენჯერ ყოფილა ეგეთი ირაკლი რომ აი იმიტომ ვაძლევთ ხმას ოცნებას რომ ნაცები არ მოვიდა. კარგი და სისულელია ჯერ ეხლა გისვენთ. ისაუბრეთ. მოგესალმებით, საღამომშვიდობით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ეხლა მე მინდა ერთ სტატიკზე გამომახვილო ყურადღება. ბრძანეთ. თქვენ ლაპარაკობთ რომ საქართველოს მეგობარი არ ახავს. აი ჩვენი მეგობარი როგორ არის ამერიკა, როცა ოდითგანვე ისა აი საზარბაზნე ხორცად სჭირდება საქართველო. იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტებისგან მესმოდა ყოველთვის და მათი მთავრობისგან რომ პატარა ქვეყნები არის ჯუნგლები. ეს ერთი. მეორე ის ისე შოთა შენ მთავრობას არ სჭირდები. საქართველოს მთავრობაზე ვლაპარაკობ. თავისი ქვეყანა ყავს ღარიბობაში, გაჭირვებაში, უბედურებაში. შენ ამერიკას როგორ დაედარდები, მე გეკითხები, როცა შენ საკუთარ მთავრობას ეძარდები. ხო და აბა რომელი მეგობრობაზეა ლაპარაკი, სადაც შევიდა ამერიკა, ყველგან გამოიქცა იქიდან, ყველგან თავის კვალი დატოვა. რა მეგობარია ერთი გეკითხები. მე ჩვენი მთავრობას არ ვედარდებით და ამერიკას და სხვა ქვეყნებს დავედარდები. ქალბატონო, ამ ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ჩაგვიწერა ნატოში და ევროკავშირში შესვლა. ასეთი
დურაკობა არავის არ გაუკეთებია მსოფლიოში რო დაიშალოს ნატო და ევროკავშირის საჯანდაბაში მივდივართ სად მივყევართ ამათ მადლობა ზარისთვის ქალბატონო მადლობთ ქალბატონო მესმის თქვენი გულისწყივილი ძალიან ბევრი უმსგავსობა ხდება ცით რა ახლა იდეალური სახელმწიფო არსად მსოფლიოში არ არის ახლა ჟან-ჟაკ რუსოს утопიური ქვეყანას ვერ გააკეთებ, მაგრამ იცი რა, უნდა იყოს ხელისუფლების მონდომება იმისკენ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წაიყვანოს, ხალხთან უფრო ჭიდრო კავშირში იყოს, ხალხს ელაპარაკოს, საზოგადოება შექმნას და რაც მთავარია, ბუნებრივი ოპოზიცია უნდა არსებობდეს, ბუნებრივი. და არა გაკრიფო შვა და მე ესენი მოიშორო, გადაყარო და მას ჩვენზე იძახიან ნაცების მხარეს არის როგორ შეიძლება ჩვენ ნაცების მხარეს ვიყოთ მონარქისტები ვართ ბოლო-ბოლო და ზარია და გისმენთ გამარჯობა მერთვა გაგიმარჯვით სანამ სახელმწიფო არ გვექნება ჩვენი საშველი არ იქნება აი ვინ არის საქართველოს და პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი მიმალულია თავისთვის მილას აშავებს კაციშვილს არ ეკითხება და ყველაფერი არის მარილიდან დაწყებული ინვესტიციები ის ინვესტიცია თუმცა რა ამბავია კაცო ამდენი კომუნალური გადასახადებისაც ესენი ემსახურებიან რა უბედურებაა ეს სახელმწიფო უნდა შევქმნათ მაგას პატრონი ჭირდება შემოკარგო პატრონი ჩვენ უპატრონო ქვეყანა ვართ ქართველი მეფეები მაინც ახერხებდნენ ლავირებას ამდენ ტრებს შორის და შეინარჩუნეს ქვეყანა და მოგვიტანეს მართლმადიდებლობაც სახელმწიფოც და ჩვენ კიდევ ანგრევთ და ვშლით და ვყიდით და რა ვიცი ჩვენ თავში უნდა ჩავხედოთ საკუთარ თავს შევეკითხოთ ვინ რისი გამკეთებელია და მე უფრო გაადვილდება საქმე გისმენთ ზარია გისმენთ ისაუბრეთ გაითი შეატყობა რა შეიძლება რა ტიპის სახელმწიფოს აკეთებენ ესენი ვეღარ ხო არა თვითონ არა აქვს დალაგებული და მაგიტომ აი ხა ერთი ფეოდალიზმზე უნდა გადასვლა რომ ფეოდალის ხელში იყოს ყველაფერი აი როგორც იყო შევარდნაძის იქ აჭარაში ფეოდალი ასლანი აქეთ ფეოდალი ну თრად ფეოდალი ვერ იყო კორუმპირებული იყო შევარდნაძის ისა მაგრამ ფეოდალიზმი იყო მაშინაც ყველაფერს წვიტავდა ერთი კაცი უბრალოდ მაღაზია რო გაგეხსნა უნდა მისულიყავი და გეთხოვა რომ მოდი გავხსნა და წებში მეყოლები 21 საუკუნეში ფეოდალიზმზე საუბარი მაგრამ გვიწევს ხო ზარია გამარჯობათ შეგიძლიათ გამოდივარ მე თქვენ სტუდიებში გუშინ იყო გამოკითხვა მე როგორ ილიამ რო ბატონმა ილიამ რო ჩაატარა აი პარტიები რო დაასახელა და პატრიოტები პირველ ადგილზე რომ გავიდნენ ეხლა მე ეხლა ყოველთვის უნდა გითხრათ სხვა სტუდიებშიც ვიტყვი შესეთ სისტემა შეიქმნას რომ არჩევნებამდე აი ეხლა თქვენ რო ტელეფონები გაქვთ წინ ხალხს უჩის დაკავშირება ამ ტელეფონებზე 3-2 ტელეფონი რო დაამატო და ის სოციალური გამოკითხვა რო ჩაატაროთ 3 საათიანი 20 საღამოს რო გააკეთოთ ეს გამოკითხვა მიხვდით რომ ყველანი თითქმის ყველა სახში იყვნენ და აი არჩევნებამდე რო გააკეთოთ ეგ ხდებით ხო თქვენ რო ხმები რო არ დაკარგო და გაყალბება კი იქნება მაგრამ რაღაც იმედი მაინც გვექნება რომ სურათი გვეწოდინება დაახლოებითი მაინც თუ რა და როგორ არის მადლობა ზარისთვის და მადლობა წინადადებისთვის ხალხი აი ესე ვიჭერს მხარ და უნდა რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და მოვიდეთ ამ არჩევნებში სურვილი არა ამას ქმედება და ჩვენგანაც ჭირდება არჩევნების დღეს ეხლა კი არ არის შეურაცხყოფას არ ვაყენებ
თუ ცოტა გაწვიმდა ან მზე იქნა ისა ეზარებად გასვლა იმიტომ რომ როგორი შექმნეს იცი ხელისუფლებას მაინც ჩვენ მიგებთ და რაზე უნდა გავფანტოთ ხმები მოდი ნუ მოხვალ სულ ჩვენ დავწერთ რაც ჩვენ გვჭირდება და დანარჩენი იქნება ესე და ამიტომ როცა ვიღაცას ვაბრალებთ ჩვენ თავშიც უნდა ჩავიხედოთ ჩვენ რისი გამკეთებლები ვართ იქნებ ჩვენ ვაშავებთ ამითი რომ რაღაცას კი აი უყურე როგორ ამდენი წელია ხო ეხლა ბატონ ბიძინა მოვიდა ისეთ დაპირებებით რომ ხალხი რა ვიცი იმისიც გითხრა რომ ევროპას ყბა ჩამოუვარდება ესე დემოკრატიას ავაშენებთ მაგრამ ეხლა ისინი იქამდე მივიდნენ რომ ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსეთ სიტყვა რო წამოგცდეს რამე თავრობაზე და ამ ხელისუფლების ნარ ადამიანებზე შეება ჯარიმაც არ გაპატიონ და ციხეში გაგიშვან და ესეთი და ეხლა ის 8 საკითხი რომელიც დაუსვეს ესენი რატო პედალირებენ იმას რომ ის კანონი უნდა შეიცვალოს იქ არის ნათქვამი სასამართლო სისტემაზე არჩევნების გაყალბებაზე რა ვიცი ეს ერთ-ერთი ის არის ეს მაგრამ თავისუფლებაზე და ამაზე და ეხლა ეს კანონს რო პედალირებენ ამაზე ხალხზე აპელირებენ რომ აი ხედავთ ჩვენ როგორი მართლმადიდებლებია თქვენ დალოცვით რომ პირველი გაღლუმი თქვენ ჩაატარეთ და მე რა მიკვირს იცი აი ეს ნარკოლიბერალიზაცია რო გააკეთეს ესე იგი რა რაოდენობის ნარკოტიკი შემოდიოდა 13 წლის მერე რო გადაკეტეს დღე და ღამე ტონობით ნარკოტიკია ესე იგი აქამდე შემოდიოდა და რა ვიცი აჭარის გავლით და იმითი რა ვიცი ზარია გისმენთ ალო გისმენთ ესე იგი ქალბატონმა რო დარეკა 41 უნდა იყოს და ეს რას ნიშნავს ესე იგი ციხის კარზე კი არ იქნება მტერი ქალაქშია მტერი ქალაქში და უნდა იყოს 41 და შემოუშვათ ეს ურჟულები მართალია გამიგეთ რა ეს კიდე ძალიან ტკივნეული თემა მაგ არ უნდა იყოს 41 არ უნდა იყოს და თქმა უნდა პატრიოტები უნდა იყოს მაგრამ კვაც უნდა იყოს და 41 საერთოდ უნდა ეგრამოს მაგათ მონაწილეობა ახდენენ მაგაშიც საზოგადოება დამნაშავე გარკვეულწილად როგორ იყო იცით აი მიშა სააკიანის ხელისუფლება ისეთ ფაზაში შევიდა რომ ხალხს შეიძლება იარაღი აიღო და ისე ჩამოეგდო უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო მონახეს ამერიკელებმა ბატონი ბიძინა ნუ ავტორიტეტი ჰქონდა და სიკეთებსაც აკეთებდა და ყველაფერს აკეთებდა მაგის დაკარგვა არ შეიძლება მოიყვანეს დასვეს ამერიკელებმა მიშა დაატორმუზეს უთხრეს უნდა წახვიდე უნდა მოვიდეს მაგრამ ამდენი ხანი არ ჭირდებოდათ იმიტომ რომ ისინი იმიტომ შემოანახინეს და კოჰაბიტაცია იმიტომ გააკეთებინეს რომ ეს ნაცებს სული ჩაბერეს და აღადგენ ქუჩაში ვერ გამოდიო ფანჯრიდან ვერ იყურებოდნენ ისე მდგომარეობაში იყო და დღეს გამოუცხადეს რომ თქვენ ხართ მთავარი ოპოზიციური ძალა და თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ოპოზიცია და დანარჩენ საზოგადოება საერთოდ აღარ არსებობს თუ რა ვიცი ეს ჩამოწერეს რა ზარია გისმენთ ისაუბრეთ ალო გისმენთ ბატონო ბიძინა ივანიშვილს რო ძალიან ეკომაგები და ძალიან ეხმარები ბიძინა ივანიშვილი არის ის ტიპი სადაც რამეს კარგს ნახავს ყველაფერს თავის სახში ელიდებს და თავის სახში აკეთებს იმას მაგან გაყიდა უარესად საქართველოს გამყიდველი არის პირველში მაგი გაჩვენებს თავს როგორც კარგი პატრიოტი ადამიანი და სინამდვილეში გამყიდველია სინამდვილეში თავის კაცია თავის ოჯახი და თავის ოჯახის პატრიოტი არის ეგა საქართველოს ის მაგას კარგი არაფერი არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებს რა დაკავშირება ხებს კიდე ესაც გასაგები არის რომ
არიან ადამიანები, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან და სააკაშვილმა შუა ზღვაში გადააგდო პატრიოტი კაცი, რომ მკვდარით დაკარგეს მის მშობლებმა და ყველაფერი გააუპატურა. გაიყიდა საქართველო, საქართველო იყიდება. ამის შემდეგ საქართველოს წესიერი არავის არ უნახია და ალბათ იშვიათ რომ ვინმე ნახოს წესიერი საქართველო. მადლობთ ქალბატონო. პირველ რიგში ალბათ ირაკლი ქალბატონს უნდა უთხრათ რომ ჩვენ არ ვაკებთ და არ ვადიდებთ ბატონ ბიძინას, ხორც გითხრა. არა, ჩვენ კონსტრუქციული ოპოზიცია ვართ, კაცო, გვინდა ჩვენ საუბრობთ ახლა არაფერი არ გაუკეთებია არც მაგაზია საუბარი და ბატონ ბიძინას მართლა ბევრი რაღაცა აქვს, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა ძალიან ბევრი ქველმოქმედება ჩატარებული. ეს უნდა ვაღიაროთ, რაც არის, იმას ვაღიარებთ, მაგრამ აი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მინუსები არის და ამ მინუსებზე ვსაუბრობთ ჩვენ და ჩვენ არავის გაფეთიშებას არ ვაპირებთ. ერიქით, გვინდა რომ შეიკრას საზოგადოება თუ ბიჭო ვიძახით რომ გვეუბნებიან რომ აი ბოდიში მოუხადოთ აფხაზებს და ვაპატიოთ და გვაპატიოთ. ერთმანეთის ვერ ვაპატიებია აფხაზი გვაპატიებს და უშუალოდ აფხაზ ბოდიში. რა რომელი დაჭერილი ჩვენს მეტი ვინ დაიჭირა და ვინ მასა მიშამ. ზარია გისმენთ. გამარჯობა. ეს შეკითხვა მაქვს. სანით. რატომ ჩავიდა ყაველაშვილი 12 აგვისტოს ერდოგანთან შეხვედრა? დიდგორობა მიულოცა. და აი თურქი მეცხების საკითხი რო წამოწია ერდოგანმა, როგორ ფიქრობთ ეს გაყიდულია ეს მეცხეთი? თუ რა ხდება ეს? არა, გაყიდული არ მგონია, მაგრამ ლაპარაკის დაწყება უნდა ამ თემაზე და ამაზე ალბათ საუბარი. ნელ-ნელა ქალბატონო კავკასიის საკითხის მოგვარებას იწყებენ და ძალიან ბინძურ თამაშს აკეთებენ და რო ეხმაგებოდნენ ამ ყაველაშვილს რომ უდიპლომია, მაგრამ ეროვნული კაციაო და ეროვნული კაცი ეს კაცია ყაველაშვილი. აი ვინ არის ყაველაშვილი კარგით? არის ფაქტურა. არის რა. მადლობთ ქალბატონო, არა საინტერესო პრეზიდენტობა სხვა რანგია და სხვა მოთხოვნილებებია და სხვა განათლება უნდა და გამოცდილება უნდა. ეხლა ესე პრეზიდენტი დადგა აღარ არის. არა საინტერესო თემა. ზარია გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობათ ქალბატონო. ესე გეკითხები დარჩენილი რეპორტერ მონაწილეობას. რო გაიმეორეთ რა ქალბატონო ვერ გავიგეთ ბუდიში. აქტივის რევოლუცია მონაწილეობა. კი, რვანომერი. მე რა მაინტერესებს? ქალბატონო, ოდნავ ტელევიზორს ცოტა დისტანციაზე იმას კენთ რა ხმა იმაშობა. ყველა თემაზე არის აპარატი და ძირითადად არ ახსენებს გამოსვლები რომ არ ახსენებს სოციალური. კი ბატონო, სოციალური, მაგრამ სოციალიზმზე ასეთი ინტერესი ხალხი, ასეთი ყველანაირად გარვიცარებული ხალხი, იმ სოციალიზმიდან მოვივა. ხოდა, რა მოხდა იმ სოციალიზმში ხოდა? იმაზე ვილაპარაკოთ. რაც მოხდება ვიცი, მაგრამ რა იქნება და აი ეს რო არაფერი კარგია. დასავლეთ რო არაფერი კარგი ჩვენთვის არ მოვწია. მართალია, რუსეთთან მე არ ვამბობ, რუსეთთან უნდა შევეცდეთ, მაგრამ მეგობრული დამოკიდებულება ყველას ამბობს. ნუ შევეცდა მეგობრული, ვიღოთ მეგობრულად, არ შეიძლება ასეთი ჯამე. კი ბატონო, მადლობა ქალბატონო, მადლობა და ეს რა თქმა უნდა, ჯერ პირველ რიგში ხოდა ქალბატონს სოციალურ საკითხებზე და ამაზე ჩვენ სულ საუბრობთ და გვაქვს ამაზე საუბარი, რომ ქვეყანაში არის სოციალური უთანასწორობა, სულ გვაქვს ამაზე საუბარი. 1%-ს აქვს კაპიტალი ეს კაპიტალი ხელში ჩაგდებული მონოპოლია პროცენტს და გაყოფილი ეს და აი ამაზე მიდის. მე როგორ შეიძლება ეკონომიკა ვითარდებოდეს, ოდესაც იმპორტი
10-ჯერ მეტია ვიდრე ექსპორტი. ანუ ფული გადის. მე დოლარი რო შემოდის, ძირითადად შემოდის ჩვენი ნათესავების ოჯახის წევრებით გამოგზავნილი ფული, ხო? ამათმა დოლარი გააიაფეს, ამ იაფ დოლარს ყიდულობენ, შემოაქვთ პროდუქცია და 10 მაგათ ყიდიან. სარია. გისმენთ. ამათმა დოლარი გააიაფეს, ამ იაფ დოლარს. გისმენთ. ისაუბრეთ. გაითი შედგომა. ამის ფაზზე გვეუბნებიან, ეხლაოსა 10 მილიარდი გვაქვს ვაჭრობა, ესე იგი ეს 10 მილიარდი გარეთ გადის. ჩვენთა პროდუქცია ფაქტიურად მაქსიმუმ 15% იყოს ქართული პროდუქცია. ნუ არც მაგდენია ვფიქრობ. ნუ ხილბოსტანი და სოფლის მეურნეობის რაღაცები განჩენს ყველაფერი შემოდის. ირაკლი ახლა ცოტა დრო გვჩება და ეს მიგრაციაზეც უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა. ზარი და მე რა თქმა უნდა მიგრაცია. გისმენთ. ორივე სიტყვა. გისმენთ. ილაპარაკო? დიახ. ისაუბრეთ. იცით რა? საქართველოს დღეს მარტო ლაპარაკით არ შეიძლება. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა. აღარც პატრიოტიზმება, აღარც ნამუსი, აღარც სინდისი, აღარც კანონი, არაფერი აღარ არსებობს. მე 75 წლის ქალს, 16 წლის ქალს გული შემტკივა, რომ ჩემი ძველი ხალხის ნაოფლარი, ნაბრძოლალი ჩემი პაპა დაღუპულია თურქებთან და დღეს ისინი ჩვენ დედამიწაზე დაგულაობენ. განა ეს სამართალია? ივანიშვილს უთხარით, მან წაიყვანოს სახლში და მას ყავდეს. ჩვენ არ გვჭირდება. არ გვჭირდება. ჩემი დაღუპული, დაქცეული ხალხი ჯიშით გაწყვეტილი, ძლივს აღორძინდა, ძლივს გამბრალდა და დაგვანებონ თავი. საქართველო იყოს საქართველო და იყოს უნდა საქართველო. იბრძოლეთ ხალხო, დამომეხმაურეთ ქართველებო, რას ციხართ, რას უყურებთ, მარტო ლაპარაკით შეიძლება საქმე. იბრძოლოთ, ერთი სიტყვა ვთქვათ, ეს მხარეს უჭიროთ, ხარი ვინც ჩვენსკენ იქნება და საქართველოში ისევ ხელშემული ქალები, კაბები თივლია, იწევს და გოგოებს გამბრავლებს და გამბრალდება საქართველო. იმ ხალხს უჭიროთ ხალხო, რას ლაპარაკობთ, რა დროს პენსია და ლუკმა ქვეყანა თავზე გვექცევა. ჯერ სამშობლოს მივხედოთ, ჩვენ მამაპაპურ ადეთს წესებს, პატრიოტიზმებას, სიხვალს, შვილების გამრავლებას და მერე განარჩენი. ძალიან გთხოვთ, იბრძოლეთ თქვენ. თქვენ ქალბატონო, არც ციხეები დამკვლებია, არც თქვენისთანაა მებრძოლი ადამიანები გვიმრავლოს. აი რასაც ქართულში დედაკაცს ეძახდნენ მებრძოლ ადამიანს. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ქალბატონები, რომ შეძახილი ოჯახშიც იყოს, ქუჩაშიც იყოს, საზოგადოებაში იყოს. ჩვენც იმიტომ საუბრობთ, რომ საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ, რეისი გამკეთებლები გვაქვს, რა გვინდა რომ გავაკეთოთ, რით დავეხმაროთ და სხვადასხვა ამ საკითხებზე თუ არ ვისაუბრეთ, ისე არაფერი არ გამოდის. ხა იარაღს ხო არ აიღებ და ერთხელ აიღეს იარაღი და იმის მერე საქართველოს ვეღარ დალაგდა და მაფიოზური ქვეყანა გახდა. იმიტომ რომ არავინ არ დასჯილა მაშინ და არც ახლა არავინ არ ისჯება. და ბრძოლა ჩვენ არ გვაკლია ბრძოლა სუვიბძვით და ციხეებიც ვხეხეთ და რა ვიცი ქუჩაც და უსახკაროთაც დავდიოდით და რა ვიცი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ცოტა საზოგადოება ვერ გამოვაფხიზლეთ, ვერ შევძელით და რასაც აი ეს ემიგრაცია, მიგრაციის საკითხები ეს ჩვენთან კატასტროფის დონემდეა. Вообще გენოფონდი აღარც დარჩა. არ დარჩა საქართველოში და ეს არის აი ქალბატონის უცად საუბარში იყო ის აი ეს ამ საკითხად შეეხო რომ აი თურქები და ეს სხვადასხვა ჯულის ადამიანები უკვე საქართველოში ეს არის მართლაც კატასტროფული მდგომარეობა დღესაც და აი რამდენჯერაც მე მომიწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესვლა, ასვლა და ის და
ქართველები ვართ უმცირესობაში, უცაავდი ვარ და ეს არის კატასტროფა უკვე. აი, ნათლად ჩანს. აი ეს სიტუაცია, რომ უმცირესობაში ვართ უკვე, აი ამ პერიოდში, აგვისტოს თვეში, თბილისში ვართ უმცირესობაში. ის აიღეს მიტანის სერვისი როგორ არის? და მიტანის სერვისი აიღეთ გინდა ისა და შენებლობები აიღეს. არის აი ხა აი ნებისმიერს ისენი რო არიან, აი ხა რო ვკითხო ხო? აი ნუ თუ მათ სიამოვნებს ის რომ თბილისის ქუჩებში დადის ალი და მუხამედი და აი ვისაც შემოყავთ ესენი. ვეგენ ბიჭო თავის ჯიბი გაივლია. ბიჭო მაგას არ შევლენ ოფისში, მერე თავის სასახლეში და რა ჩაშავებული. აი თუ ძმა ხარ, მაპატია ფეხებზე კიდია სულ გაწყდნენ. მაგათ ყურებას ნატაშა და ტანია ჩამოუშვან და იყვნენ მაგაც მაინც შევხედავთ რა. ზარია გისმენთ. ალო. დიახ. ზანეთ. გამარჯობათ. გამარჯობთ. იესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენც აი, მოგესალმებით. რასაც გაყვირდებით ახლა, აი პატივცემულები ხართ ჩემთვის. მადლობა. ჩემთვის, მაგრამ აი ყოველთვის ადანაშაულებთ საზოგადოებას. რის ბრალია, არა, კი არ ვადანაშაულებ, არა, სწორად გამიგეთ. საზოგადოება უფრო შეკლული, ჩვენ დავკარგეთ ერთი უნარი, ერად ვერ ჩამოვყალიბდით, გამიგეთ? საზოგადოება მოხვედით ივანიშვილი, ახლა მომისმინე ცოტა ხანს მომისმინე, კაცო, შენი აზრი ვიცი უკვე, მაგრამ ერთი წუთი მომისმინე. გისმენთ, ილაპარაკეთ. რატო ვერ ჩამოვყალიბდით საქართველოში ქართულობა ვიყავით და ვიქნებით, კაცო. დარტყმაში გვაჯობებენ, შუბისრო ცოტანი ვართ ეგარ. თორე ადამიანები და განვითარებით, ყველაზე მეტად განვითარებულები ჩვენი ვართ. ეხლა ამას მარტო თქვენ კი არ ისმენთ, მთელი მსოფლიო ისმენს, საზოგადოება, რა შუაშია საზოგადოება? რა დავაშავოთ? თვარვარო კდზე გადაჩეხოს თვარი, წყემსის ბრალია? აბა მისი ბრალია? აბა რა წყემსი რისთვის არის რომ უნდა მიხედოს ფარას? არა ბატონო, მასა. ერთი კითხვით რა არის? იმ საზოგადოების ნაწილი ჩვენ თავსაც ჩვენ ხალხს ერთმანეთს. ჩვენ თავსაც არ ვეხმარებით. კარგით რა ახლა რა. ხო და მაგაშია საქმე, რო არ ვეხმარები და არ უდგევა. რატო აირჩიე? ვინ აირჩიე? რატო აირჩიე შენი მწყემსი, რატო აირჩიე? ჩემი მწყემსი უფალია, მეტი მწყემსი მე არ ამყავს. არა, მწყემსი რატო აირჩიე? ხო აირჩია შენ ივანიშვილი, ხო აირჩია? არა ძმაო, მე არც ერთ პრეზიდენტ და მის არ ამირჩევი არასდროს. ამიტომ არის რომ საქართველოს ეშველება, მაგრამ სუომებში უნდა ვიყოთ, აი ეშველება, მე არა ვარ. საზოგადოების ბრალი აქ არაფერი არ არის. აბა ვისი ბრალია? არა, ლაპარაკობ და საზოგადოება რა შუაშია საზოგადოება? აბა ვინ არის ჩემო კარგო შუაში გამაგებინეთ? ვინმე ჩამოვიდა ახლა და დავიდა ბოლომდე რა შუაშია? როგორ არა? ვისი ბრალია არის ციგათო? საზოგადოება ირჩევს, საზოგადოება. ახლა როგორ გითხრათ, აბა როგორ შეიძლება საზოგადოება მარ აირჩია ეს ხელისუფლება რომელიც დღეს აქვს? აი ეროვნული სულისკვეთება როგორც იყო 87, 88, 99 წლებში, რომ ერთიანი იყო და ერთი მისწრაფება ჰქონდა. დღეს ეგრეა, ყველა თავისი ფულის გაკეთებისთვის იბრძვის. რა მოიპარონ რა წაგლიჯონი მას ქემანც ახლა საბჭოთა კავშირის დროს ყველა შეულობდა ფულს, მაგრამ იყო რუსული ფული. ეხლა ქართული ფულია, ჩვენი ფულია, 100 მილიონები რომი აქვს, ამის დედავატირე უკან არ იხედებიანდო, რამ გაგაღორათ ესე დო რატო ხართ ღორიშჩულები, ნუ იპარავთ. არ არის თქვენი ფული, ხალხის ოფლით ნაშონია. გისმენთ. ძალიან სწორად ამბობთ თქვენ, რომ არის საზოგადოების ბრალი ბევრი რამ. პირადად ჩემი ბრალი. ჩემიც ხალხი საზოგადოებაში ჩემ თავსაც ვთვლი. გამოდიოდით ხოლმე ამ უსინდისობის წინააღმდეგ და დიდი შეკრებებს ვატარებდით ხოლმე, მე მახსოვს ძალიან კარგად. ეხლა ძალიან ჩავჩუნდით. ეხლა უნდა ჩვენ გამოვიდეთ და გავაგებინოთ ამ მთავრობასაც და ყველას, რომ არ მიდის ნორმალურად სიტუაცია და ის ბიძინა ივანიშვილიც გაიგებს ამას, ხალხის ხმას დაუგდებს ყურს. მე ვიცი ის კაცი, რომ დაუგდებს ყურს ხალხის ხმას და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე მივახციოთ, რომ თქვენ იყავით ყოველთვის გამოფხიზლებელი ამ ადამიანებისა.
და თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, მე თქვენი იმედი მაქვს და მქონდა ყოველთვის. მადლობა ხალბატონო. კაიხარეთ, მადლობა, მართალი ბრძანება. არა, როგორ არის ახლა საზოგადოებაში კაცო, შენც ახარ მეცა ყველა ვარ საზოგადოების ნაწილი და არ არის ერთობა, ყველა რაღაცა დაგსასწულია, დაყავი და იბატონე. ეგეთის даже ნაცების შეკრა უნდათ ხალბატონ პრეზიდენტს გარშემო, მაგრამ ვერ შეიკრენ, ისინი დაიყვნენ და რა ვიცი, ესე დაქუცმაცებული ერმა რა უნდა გააკეთოს. გისმენთ. გამარჯობა. აი გამოვიდა ძალიანება ამდენი ხანი ლაპარაკობს შეიძლება ისინი სამოდონა ხალხი კარგი მაგრამ სამოდონა ლაპარაკობს ხო შეიძლება სადაც ირმა ანდო ფარხამოური გამოვიდა ხალხი უნდა შეარბავოს აკრეთვაკეთებთ ხალხაკრა არ გამისცემი აფროტი აულამი ძევა ნამყო იქნება აუცილებლად იქნება ვარ და ლაპარაკობს მე არ არის საქმე არ გამოვა არა ბატონჩევო საუბარიც საჭიროა რომ ადამიანებმა იცოდნენ ჩვენ რა გვინდა რისი გამკეთებელი ვართ რა შესაძლებლობა გვაქვს როგორ შეიძლება თქვენი აზრით გვაინტერესებთ როგორ შეიძლება უკეთესობისკენ შემოვატრიალოთ სიტუაცია ჩვენ მტრები კი არა ვართ კაცო და ჩასაფრებულები კი არა ვართ რომ ვიღაცას რაღაცა ფეხი დაუწდეს ნაცები ხო არა ვართ ჩვენ გვინდა რომ უკეთესობისკენ წავიდეს და თუ ხელისუფლება ვერ იტანს სიმართლეს და ჯანსაღ კრიტიკას ეს მაგათი უბედურებაა ეგ მაგათი დაღუპვაა დღეს ეხლა რამდენ ადამიანს დაწყდება გული იმაზე რომ ვიზებს რომ ისა ლიბერალიზაციას რომ მოხსნიან რამდენ ქვეყანას დაწყდება ამ ხალხს დაწყდება იმიტომ რომ რაღაცა აწყობილი აქვს ამ ვიზების არ ქონაზე და ეხლა ვიზებზე და ვის გაუშვებენ, ვის შემოუშვებენ, ვინ იცის. გისმენთ ზარია. ზარია, ისაუბრეთ. გაითი შეეტყობა. გისმენთ. არა, გაითი რა გქონდა. ხოდა. აი დროც იწურება ამ ჩვენი საუბარი თქვენ ესე კი არ მინდა გაიგოთ რომ ჩვენ რაღაცა უკან ვიხევთ რამეზე არ ვიბრძოლებთ უბრალოდ ყველამ სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში და უნდა ვიცოდეთ სად არის ჩვენი სუსტი ადგილები როგორ შეიძლება საზოგადოებაში ჩავნერგოთ ის რომ ბრძოლაა საჭირო რა ვიცი მაგალითები თუ გინდათ აგერა ვართ სულ ვიბრძვით და სულ ხან ქუჩაში ვართ ხან ციხეში ვართ და რა გავაკეთოთ მეტი და დაგიდგებით პასუხისგებლები ვიქნებით ყველაფერზე ონ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვა ჩვენი სიტყვა კაცო პრეტენზია არა გვაქვს რა როგორ შეიძლება პრეტენზია არ გქონდეს როცა პენსიონერს ბიჭო 400 ლარი აქვს და 40000 აქვს ვიღაცა მოლაყბეს იქ პარლამენტში როზის და დევს კი არ ზის და ლაყბობს და არც უაზრობას ამბობს და ბევრი არც ლაყბობს ლოცხელით საჭეს ხო და ამდენი რა ვიცი ბევრი თემა გამოსასწორებელი ბევრი სოციალურიდან დაწყებული პოლიტიკური ჩათვლით ძალიან ბევრია რამე გამოსასწორებელი ის სკვერის აშენება ჩვენ არაფერს ერთი რომელიმე თქვას თაცმინდაძე როდის წაიყვანეს შვილები სასერნო და დროის გასატარებლად ეს ყველაფერი ფულიანებისთვის კეთდება და არა იმ ხალხისთვის ვისაც 300 და 400 ლარი აქვს ამით ვერაფერს ვერ გაწდებით მინდა ჩემო კარგი ადამიანებო ეხლა ხვალიდან მარხვა იწყება წმინდა მარიამის მინდა რომ მისი მადლი შეეწიოს ყველა მართლმადიდებელს საქართველოს ყველა ჩვენ ოჯახებს და მისი მადლი დაგვიფარავს და ღმერთია მოწყალე რომ საქართველო გადარჩება სიკეთეც იქნება და გამწყინდება კიდევაცა მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის